სალამი, დღეს მინდა აი ეს ორი კრემის შევადარო ერთმანეთს. მოკლედ ნახევარკანზე წავისმევ ერთს და ნახევარკანზე წავისმევ მეორეს და ვნახოთ განსხვავება, იმიტომ რომ ეს არის მათეთრებელი და ეს არის ბზინვარე. ბზინვარეში არ გულისხმობ იმას, რომ სახე ძალიან ბრჭყვიალებდეს ან ისეთი იყოს, მაგრამ არა. შევადაროთ რომელი როგორია. აბა წავიდა. სანამ დატესტვაზე გადავიდოდეთ, ვნახოთ რას აკეთებს. ანუ აღადგენს ტენის ბალანსს, აი ამაზე მაქვს საუბარი. უბრუნებს ბუნებრივ ბზინვარებას, ჰაეროვანი ტექსტურა და ვარდის ნაზი არომატი და თან გამოიყენება მაკიაჟის ბაზად. ხოლო ეს ტონს ხდის უფრო თანაბარს და აქორფებს სახის ფერს და ათეთრებს კიდეც საკმაოდ. და გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს. ნახოთ. მოკლედ სახეზე ახლა არაფერი არ მისვია, საერთოდ არაფერი არ მისვია, არც დამატენიანებელი, არც არაფერი. ავიტანოთ თმა, ჩემი თმა შესაძლებელია უკვე. აი ესე მაქსიმალურად ხელი რო არ შემიშალოს, არ მიყვარს ის ბენდენა თუ რაცა. და ნახოთ ჯერ ეს, ხო, ფასები რომ გითხრათ, 38 ლარი ღირს, 37 და 99. დაჟე მიმდინარე კატალოგში უფრო ძვირია, 59 ლარამდეა, ნუ 50 ლარამდე, აი ესა. და აი ესეთი კონსისტენციის არის. და ნახოთ, ეხლა ნახევარზე უნდა წავისვა ეს ბზინავი და ნახევარზე გამათეთრებელი. აბა ვნახოთ. იწოვება სახეზე ძალიან კარგად, ძალიან სასიამოვნო სუნი და ტექსტურა აქვს, მინდა გითხრათ. აი ესე. ვისმევ თვალის მიმდებარე ტერიტორიაზეც, თვალთან ახლოს, ანუ როცა აი ამას, ამ სერიას არა აქვს თვალის ცალკე, ამიტომ ესეც ასე. როგორც გითხარი, გავყავი ნახევარ სახეზე და აი ნახეთ. მე მგონი ჩანს, უფრო კარგად რომ მოვიტანო. ეს არის მხოლოდ ამის ბზინვარება. ანუ ზოგადად ბზინვარება რო აწერია, უმეტესობას გონია რომ აი როგორც ბრჭყვიალები ან რა ვიცი, აი ესეთი არ არის. აი ესე. და ეხლა აქეთ წავისვათ ეს გამათეთრებელი და ნახავთ ამხელა სხვაობა. აქ რა თქმა უნდა თეთრი მასა. ისეთი ჰაეროვანია კრემი, ისეთი ჰაეროვანია, რომ ბეზე გეგონება ამოყვანილი. აი ნახეთ. აი ამას დავიტან მარტო. ვინც მაკიაჟს აკეთებს, იმათთვის ალბათ უფრო ნაცნობი სიტუაცია, თქვა რომ სჭირდებათ ასეთი ძალიან თეთრი ანუ სახის გათეთრება, მაგრამ ჩემი აზრით, როცა ვისაც აი ესეთი წითელი ლოყები აქვს, ან ხშირად უვარდისფერდება ლოყები, აი იმათთვის ალბათ გამოდგებანა თუ არ ვცდები. აი ნახეთ რამ ხელაზე ათეთრებს კანს. აი ეს არის მოკლედ, ეხლა ისევ ნახეთ როგორ გაათეთრა. რა თქმა უნდა, ესეთი კრემიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველას სიტყვაზე არ ჭირდება მხოლოდ ბზინავი, ან რაღაცა შეიძლება მართლა ჭირდებოდეს გამათეთრებელი. აი ეს, ეხლა ვნახოთ. აი აქეთ მისვია ბზინავი, აი ძალიან ახლოს რომ მოვიტანო რომ ნახოთ თან. და აქეთ არის გამათეთრებელი. ეს ეხლა კიდე რა ცოტა წავისვი დაინახეთ, ანუ რაც ერთი ამოღება იყო და გადავანაწილე, მხოლოდ ის არის. ეს აი ესე თვალთანაც სახე მოიყვანა 1 ტონში. რა თქმა უნდა, ამანაც მოიყვანა 1 ტონში, ახლა ესე შუქზე რომ გავხედოთ, აი ეს არის. რა თქმა უნდა, ალბათ გაინტერესებთ არტიკულები და არტიკულებსაც გეტყვით ახლა. სხვაობა როგორ ჩანს, ხო? 12.050 არის აი ეს და 12.054 არის ეს. ახლა ცოტა დრო გავიდა. კანმა შეიწოვა, გაშრა და აი ნახეთ, წებოვნება არა აქვს არც ერთს, მაგრამ ნახეთ ეს როგორ ფერზე დასვა და ეს როგორ ფერზე დასვა სახე რო ნახოთ, აი. როგორც გითხარით, დამატენიანებელიც კი არ მესვა სახეზე, რომ თქვათ შეეცვალა კონსისტენცია ან რაღაცა როგორი თეთრი იყო და ნახეთ როგორ ერთ იმაში მოიყვანა სახე. ხო, ეს ჩემი ვირუსის დანატოვარია, ამიტომაც მე ვწერდი ამდენ ხანს ვიდეოებს, იმედია გამივა მალე. აი ესე
მოკლედ დარეგისტრირეთ და გამოწერეთ თავად და ისარგებლეთ ჩვენი უნიკალური პროდუქციით. როგორია? როგორი თეთრი იყო და მართლა როგორი ისაქნა? ან დაჯდა. აი აქ ცოტას ალბათ დავამატებდი კიდე, რომ აი ესეც ასე.